მე ასეთი შვილი მყავდა. შემტევი, გამარჯვებაზე ორიენტირებული. ბოლო გამარჯვება ისტორიული იყო. მთელი საქართველო და საზღვრებს მიღმა გადახვეწილი ქართველობა წალენჯიხისკენ მოახედა. გამარჯვება დააგემოვნებინა წალენჯიხელებს. სულ სხვანაირი მიდგომი დააგემოვნებინა პირველი საზეიმო წუთები ქართული სივრცისთვის განსხვავებული მიდგომით. თხოვა თავის თანამებრძოლებს. ჩვენ წალენჯიხელები ვართ. წალენჯიხა ჩვენი საცხობისი და ნუ მოაწყობთ მანქანების საყმირიან მარშებს. ნუ გააჩირახდნებთ ცას ფეიერვერკებითო. ასეც მოხდა. მაგრამ მთელი სისავსით, მთელი სიღრმით და სიმაღლით დააგემოვნებინა გამარჯვების შედეგები. აიტოს სკოლის დაარსება და ფუნქციონირება მამუკა ხაზარაძე. არტ-მეურნეობის გახსნა მამუკა ხაზარაძე. ჯვარში ფეხბურთის ხელოვნურ-საფარიანი სტადიონი თანამედროვე მოთხოვნების სტანდარტებით აშენებული ფორმულა ჯგუფი. თანამედროვე მხატვართა სურათების წალენჯიხისთვის საჩუქრად გადმოცემა მამუკა ხაზარაძე. ტერენტი გრანელის ნახატების გამოცემა ფორმულა ჯგუფი. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 20 სტატუსს შეჩერებული სტუდენტის აღდგენა საქართველოს უნივერსიტეტში კოკათოფურია. ლიტერატურული ფესტივალის დაარსება და ფუნქციონირება მამუკა ხაზარაძე. ღონისძიებებისადმი ფინანსური დახმარება თემურ ჭყონია. დემოკრატიული ფესტივალის წალენჯიხაში ჩატარება ლევან ცუცქიძე და თითქმის ყველაფრის ტოლფასი იუვენტუსის ფეხბურთის აკადემია ლაკადელი ბიჭებისათვის და არა მხოლოდ ლაკადელი ბიჭებისათვის. არც ერთი თეთრი ამ პროექტებისთვის არ დახარჯულა ბიუჯეტიდან. ყველა ეს ხარჯი მეგობართა ჯგუფმა გაიღო. დღეს თბილისიდან ამ ჯგუფის სახელით გვყავს სტუმრები. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა წალენჯიხელებო. აქვე მოუხადოთ მათ მადლობა ამ საქმეებისთვის. მე ასეთი შვილი მყავდა. თქვენი სიყვარული რომ დაიმსახურა ისეთი. ამჩნევდე სხვის მიერ გაკვალულს და აფასებდე მას, ეს მაღალიზნეობის ნიშანია. მადლობა ამ მადლისთვის მუნიციპალიტეტის მერიას, აქ ამ დარბაზში მყოფ თითოეულ წალენჯიხელს. და მადლობა ბერდია კალანდიას ამ გამარჯვების მემატიანეს. მადლობა იმ გოგო ბიჭებს და მათ ხელმძღვანელებს. დღეს გიას საყვარელი ლექსები რომ წაიკითხეს. ახლა გიას მეუღლეს ირმა სორდიას და მათ შვილებს მაგდას, მარის, გიორგის სურთ მეუღლისა და მამის სახელით აქ მყოფ საზოგადოებას საჩუქარი გავიკეთოთ. ტერენტი გრანელის ნახატების ნახანძრალი წიგნებია ეს სახსოვარი. ამ სადარის ეს ნახანძრალი წიგნებია მეთქი ვამბობ. ამ წიგნების ფურცლებმა შეისრუტეს ჩემი
სახლის ჭიშკართან აფეთქებული მანქანის ბოლო და დარჩნენ ეს წიგნები მეტაფორებად. ამ მეტაფორას მე ასე გავხსნიდი. საყდრისის ოქროს ჩხრიალს მიყურადებული კაცულების ბოროტისული. თითოეულ მათგანზე დავატანე, თითოეულ წიგნზე, აქ ბევრი არ მომიტანია, არც დავშალბად, სულ რაღაც უციტარი მომიტანე და მე სახელს არ დავადებ. თქვენ თვითონ მე დავდებ ამ კალათასით და თქვენ თვითონ მობრძანდით, ვისაც ჩემი ოჯახიდან ეს მიღებული არ აქვს და თან წაიღეთ. ეს იქნება ჩემი პირადი, ჩემი ოჯახის პატრიოტიზმი. და ხო იმას ვამბობდი. ამ წიგნებს თან დავატანე გიას გამოსვლებიდან ფრაზები. და მეც უნდა გამომართო ყურადღება იმ საკითხებზე, ჩემს შვილთან რომ გაყვარ. სამშობლოს უბედობა ბევრ რამეს გვავალებს, მიზან დასახულობას და ნებელობას მის განსახორციელებლად. თუ იგი ხარს მოახერხება მის მიღწევას. რა არის სიყვარული? ერთი სული მრავალ სხეულში. ეს ერთი სული მრავალ სხეულში ერთიანობის საძირკველიც არის. აქ ამ დარბაზში ყოველ შემთხვევაში ერთმანეთად თავსებადი ერთნაირი სულები არის. და ხომ ხართ დარწმუნებული, რომ ჩვენისთანა დაახლოებით ერთმანეთად თავსებადი, იმიტომ რომ ინდივიდუალებიც ამართ, არა? ჩვენისთანა სულები საქართველოში 2/3 მაინც არის, მეტი თუ არა. ეს კი გამარჯვების მომტანი იქნება აუცილებლად. საზოგადო საქმისადმი სიყვარულით გაერთიანებული ადამიანები შეუგუებლები ხდებიან. და ვიცით, რომ შეუგუებლები იმართვებენ. და კიდევ ბოლოს ერთი რამ. მე იმედებით და გეიმედებოდეთ. საზოგადოებამ და გიამ ერთმანეთს გაუმართლეს. ხარს უსვა, ერთმანეთს გაუმართლეს. მე სწორედ ასეთი შვილი მყავდა. თავისუფალი სამყაროს ერები თავისუფლებას ერთნაირად ხედავენ, ერთნაირად აწყობენ. მერე ხდება შეჯამება, ვინ არის და ჩვენ ვართ იმ სამყაროს თავისუფალი ნაწილი, რომელიც იქით უკარნახობთ დედამიწას თავისუფლებას.